დასრულდა დასკვნითი კონცერტი სახელწოდებით ტანგოს სული დრამატულ თეატრში გაიმართა, სადაც ქართველი და უცხოელი მუსიკოსები მონაწილეობდნენ. ფესტივალი წელს მე-17-ად ტარდება და ბათუმში, ბორჯომსა და თბილისში სულ 6 კონცერტს მოიცავს. შესანიშნავი სამი დაუვიწყარი მუსიკალური საღამოთი წარსდგებით ბათუმელი მსმენელის წინაშე. ეს იყო პირველი კონცერტს ეწოდებოდა მორიკონე ფილმის ლეგენდა, ხოლო მეორე კონცერტს ვივალდის ციებ-ცხელება. ყოველთვის ბედნიერი ვართ ბათუმელ მსმენელთა შეხვედრისა და მომავალ წლამდე ვემშვიდობებით ამ მშვენიერ ქალაქს. ემოციები ყოველთვის ახლავს ძალიან დიდი ამ ფესტივალს. არაერთი მიზეზის გამო პირველ რიგში იმიტომ რომ ატარებს ქალბატონი ლიანას სახელს, რომელიც არის გენიალური ჩვენი დროის და ყველა დროის გამორჩეული მევიოლინე იყო, არის და იქნება. ქალბატონ ლიანას სახელი განსაკუთრებულ ელფერს აძლევს ამ ფესტივალს. დღეს მართლაც საოცარი დღე იყო. როგორც ყოველთვის აქ გვყავდა შესანიშნავი მაყურებელი. ამ ფესტივალზე ყოფნა ყოველთვის დადებით ემოციას მაძლევს. განსაკუთრებით სასიამოვნოა ამ ულამაზეს თეატრში დაკვრა სხვა მუსიკოსებთან ერთად. დიდი მადლობა ყველას. ჩემთვის დიდი პატივია მონაწილეობა ლიანა ისაკაძის სახელობის ფესტივალში. დღეს მართლაც განსაკუთრებული კომბინაცია იყო მუსიკოსებსა და მსმენელს შორის, რისი მადლიერიც ვარ. უცხოეთის სახელობებს გაგაცნობთ, მიმდინარე კვირას გვექნება